ჩართვისთვის მივესალმები ჩვენს მაყურებელს. უკრაინასთან დაკავშირებით საკმაოდ მოლოდინი იყო იმისა, რომ უფრო ვრცლად ისაუბრებდა ის და უფრო მეც იტყოდა იმაზე, თუ რას აპირებს ან როგორ მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკებები, ყოველ შემთხვევაში რუსეთთან მაინც, თუმცა ეს არ გააკეთა, როგორც ნახეთ. უკრაინაზე თქვა ფაქტობრივად მხოლოდ ის, რომ მან პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას ცოტა ხნით ადრე, გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე წერილი გაუგზავნა. ჩვენ არ ვიცით ეს რეალურად წერილზეა საუბარი თუ იმ განცხადებაზე, რომელიც ზელენსკიმ X-ზე გააკეთა. თუმცა ამას ალბათ არ აქვს მნიშვნელობა. ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა და გამოხატა ომის დამთავრების სურვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო იმ მხრივ, რომ გახსოვთ ალბათ პარასკევს ოვალურ ოფისში შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მარ-ა-ლარგოში გაფრენამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ მას არ დარჩა ზელენსკისგან ის განცდა, რომ მას ომის დამთავრება სურს. და აი გუშინ ამ განცხადების გაკეთება, რომ ის დარწმუნდა, რომ ზელენსკის უნდა უკვე ომი, უკაცრავად უნდა ომის დამთავრება და უნდა მშვიდობა, ამაში დარწმუნდა ამ ზელენსკის წერილიდან გამომდინარე. ეს საკმაოდ ყურადღება მისაქცევი და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს წერილი როგორც ბოდიშის ალტერნატივა, ასე იქნა ტრამპის მხრიდან განხილული, შეიძლება ასეთი დასკვნის გამოტანა. იმიტომ რომ ბოდიშის მოთხოვნაზე იყო ასევე ლაპარაკი, რომ ტრამპის გარემოცვა ელოდება მისგან ბოდიშს. კი, ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა თუ არა ძალიან მალევე, როგორც ლინზი გრემმა, რომელიც მანამდე ზელენსკის სთხოვდა, რომ თანამდებობა დაეტოვა თუ სხვა გამოეგზავნა ვინმე მოლაპარაკების საწარმოებლად ტრამპთან. ლინზი გრემმაც კი თქვა, რომ მისაღებია ეს აღიარა, როგორც ერთგვარი ბოდიშის მოხდა. თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაინც ესე ბოდიში ცალსახად არ მოიხადა და თქვა ის, რომ დასანანია წუხვარ და ასევე დაამატა, რომ უკრაინა იმსახურებს პატივისცემას. ძალიან ესეთ საინტერესო როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიებისთვის გათვლილ გზავნილებს ვადევნებთ ახლა თვალს ამ ძალიან საჯარო სფეროში და სივრცეში. ბოდიში ერთგვარად მიიღო, როგორც ჩანს თეთრმა სახლმა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს არ იყო საკმაოდ ესეთი ძლიერი თუ კარგად გამოხატული ბოდიში ზელენსკის მხრიდან, თუმცა ფაქტია ის, რომ მიღებული იქნა ეს როგორც რაღაცა აღიარება იმისა, რომ რაღაცა არასწორად წარიმართა თეთრ სახლში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამ იშვიათი მინერალების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. უნდა გავიხსენოთ ის, რომ ეს იყო თავად უკრაინელების მიერ ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი პირობა. ნოემბერში მან წარადგინა, ზელენსკიმ წარუდგინა ბაიდენის ადმინისტრაციას სამშვიდობო გეგმა მოგეხსენებათ ეს და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო სწორედ ეს შეთავაზება, რაც შემდეგ ტრამპსაც შესთავაზეს, რა თქმა უნდა, როგორც მისმა გუნდმა, ასევე უკრაინელებთან საუბრების დროს და შემდეგ აი თავიდან რაღაცა ახალი სიცოცხლე აიღო თითქოს ამ მინერალების საკითხმა. და წუხელ ამაზეც თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ზელენსკი მზად არის ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, მაშინ როცა ეს ჩვენთვის იქნება ხელსაყრელიო, როცა კი ბატონო, დაიწერა, რომ ზელენსკის ასე ვთქვათ, ევროპელი მეგობრები, პრეზიდენტები ჩამოყვებიან ვაშინგტონში, თუმცა ცოტა ხნის წინ ელისეს სასახლემ ეს ფიგაროს არ დაუდასტურა. ამაზე ამერიკულ პრესაში ხომ არ არის ინფორმაცია? მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი. ამ ეტაპზე ალბათ არ მექნებოდა ასეთი შეხვედრის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ესეთი მასშტაბური მოვლენისთვის ვფიქრობ, რომ არ არის სათანადოდ მომზადებული ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესი. მას შემდეგ, რაც ვთქვათ, გამოიკვეთება რაღაცა გზები, ვთქვათ, რა დათმობებზე აპირებს წასვლას რუსეთი, რამდენად ახერხებს ტრამპი რუსეთის დაყოლებას ამაზე, ამის შემდეგ შესაძლოა, რომ ვივარაუდოთ რამე მსგავსი, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, ნაადრევი იქნებოდა.
კი ბატონო, რომ დაუბრუნდეთ გუშინდელ გამოსვლას, როგორია შეფასებები, სხვათა შორის თეთრი სახლის გვერდი შეხვედრის, ასე ვთქვათ, გამოსვლის დასრულების შემდეგ აქვეყნებდა ტრამპის ფოტოს მელანიასთან ერთად, ფურცლებით ხელში, ალბათ ტექსტით და ეს აი ყველაზე მაგარი, ყველაზე საქებარი სიტყვების კორიანტელის, ანუ სამი ფრაზა იყო, მაგრამ აი საქებარი სიტყვებით თავად თეთრი სახლი წერდა, რომ აი რაღაც უნიკალური გამოსვლა მოისმინა აუდიტორიამ. შეფასებებიც არის ალბათ იმგვარი, როგორიც პოლარიზებულია გარემო შეერთებულ შტატებში, მომხრეებს შორის და მოწინააღმდეგეებს შორის მოწონება და კრიტიკა ალბათ ასეა, მათ შორის მედიაშიც და საზოგადოებაშიც გადანაწილებული. ასეა ნამდვილად პარტიული ხაზით არის ფაქტობრივად დაყოფილი ის, რაც გუშინ მოხდა. გამორჩეულია გუშინდელი გამოსვლა პრეზიდენტის იმ მხრივ, რომ ყოველ შემთხვევაში მედია რასაც ამბობს არის ის, რომ ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა იყო ერისადმი ნებისმიერ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული. დაახლოებით საათნახევარი ისაუბრა ტრამპმა და მასზე ცოტათი ნაკლები ერთი გამოსვლა ჰქონდა კლინტონს თუ არ ვცდები. და ამ მხრივ რაღაცა მორიგი რეკორდი მოხსნა ტრამპმა თავისი გამოსვლით. შეფასებები კეთება თვითონ რეაქციებიც კონგრესში საკმაოდ საინტერესო იყო. დემოკრატების ნაწილი ქალები ჩაცმული იყვნენ ვარდისფერში, ნაწილს უკრაინის ფერები ეცვა კი. და აი ძალიან იგრძნობოდა ეს დაძაბულობა. ძალიან ბევრჯერ ადგენენ რესპუბლიკელები ფეხზე დამდგარი ოვაციებით ხვდებოდნენ ტრამპის განცხადებებს, თუმცა დემოკრატები ერთი-ორჯერ თუ არ ვცდები დაუკრეს ესეთი მოკრძალებული ტაში, მაშინ როდესაც ტრამპი საუბრობდა ერთ-ერთი კანონის მიღებაზე, რომელიც არალეგალურ იმიგრაციას თუ იმიგრაციის შეკავებას ცდილობს თუ ამერიკელების დაცვას ცდილობს მოძალადე არაკანონიერი იმიგრანტებისგან, როგორც ეს თვითონ ტრამპი და ადმინისტრაცია აცხადებენ ამას. ძალიან მოგეხსენებათ კიდევ დასაწყისშივე ერთი დემოკრატი კონგრესმენი გააცილეს დარბაზიდან გამომდინარე იქიდან, რომ ის შეძახილებით აწყვეტინებდა ტრამპს საუბარს. ანუ საკმაოდ დაძაბული იყო თვითონ მიმდინარე პროცესის მიმდინარეობა და შემდეგ შეფასებები ცხადია გაკეთდა. არაერთი გაკეთდა ასევე ფაქტ-ჩეკინგები, რომლებიც ძალიან ბევრ ტყუილზე იყო მინიშნება ტრამპის გამოსვლაში. Guardianis და CNN-ის ფაქტ-ჩეკინგებში ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ზოგი იყო ის, რომ უბრალოდ არასწორი იყო ის ინფორმაცია, ან ნაწილობრივ სწორი იყო, ან გაზვიადებული იყო ფაქტებზე საუბრის ეს თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ხშირად აზვიადებს ხოლმე იმას, რასაც ამბობს და ეს მედია ამას უკვე მიჩვეულია, თუ არ ვცდები CNN-მა ფაქტ-ჩეკინგი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო. კი ბატონო, ახლა რომ ვთქვათ ასევე იქ ძალიან ბევრი ფრაგმენტი იყო, მათ შორის ბავშვების, ქალების, გენდერის, აი ეს მისი ცნობილი თემები, მისი აუდიტორიისთვის, მისი ამომრჩევლისთვის არ არის ბევრი დრო გასული, მაგრამ ის რჩება თავისი აი ამ პრინციპში საარჩევნო კამპანიის გაგრძელებათაც იქნა ნაწილობრივ შეფასებული. კი, ძალიან ბევრი რამ, რაზეც ტრამპმა ისაუბრა, არის მის მიერ გაკეთებული გადადგმული ნაბიჯები და ეს არ არის, ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე მიღებული შეერთებული შტატების მიღებული პოლიტიკა და რას გულისხმობ ამაში? შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ასეთი პრეროგატივა, რომელსაც ჰქვია აღმასრულებელი უფლება, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას გადადგას გარკვეული ნაბიჯები კონგრესის თანხმობის თუ კონგრესთან შეთანხმების გარეშე. ახლა კონგრესში მიმდინარეობს შეერთებული შტატების ბიუჯეტის განხილვა და საკმაოდ ისეთი დაძაბული პროცესია, მათ შორის რესპუბლიკელებიც არ ეთანხმებიან, სენატს განსხვავებული შეხედულება აქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატისგან და მან მიანიშნა ამაზე, რომ ის ელოდება ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცებას.
ასევე ამ აღმასრულებელ ბრძანებებს რომ დაუბრუნდეთ, დაახლოებით 100 ასეთი ბრძანება გამოსცა პრეზიდენტმა ტრამპმა, აქედან ნაწილს სასამართლოები ნაწილი გაჩერდა სასამართლოების მიერ, ნაწილი განხილვაშია ისევ და ამასთან ერთად 400 ასევე საპრეზიდენტო ნაბიჯი გადადგა, რაც არ არის ესეთი ბრძანების ფორმა, უბრალოდ რაღაცა სახელი გადაარქვა მაგალითად მექსიკის ყურეს მაგალითად ამერიკის ყურე დაარქვა. ასევე ალასკაში მთას სახელი შეუცვალა, დიახ. ანუ ესეთი ნაბიჯები დაახლოებით 400 გადადგა ამ ბოლო დროის პრეზიდენტობის პირველი დღის შემდეგ. კონგრესთან მისი ურთიერთობა უნდა დავალოდოთ და ვნახოთ როგორ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან რომ არის განსხვავებული შეხედულებები, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ამაში ძალიან მკაფიოა განსხვავება ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორის შეხედულების, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერისაც, რომელიც საბოლოო ჯამში არ ეთანხმება კონგრესის ბიუჯეტს. ერთი რაც კიდევ აქ ალბათ საინტერესო არის ის, რომ შეერთებულ შტატებს დაბალანსებული ბიუჯეტი არ აქვს. ანუ ყოველწლიურად არ ხდება ბიუჯეტის დაბალანსება და ტრამპი დებს ამ პირობას, რომ აი უკვე რამდენიმე 10 წლეულია ეს არ მომხდარა და ტრამპი დებს პირობას, რომ ის აუცილებლად დააბალანსებს შეერთებული შტატების ბიუჯეტს. ანუ ძალიან დიდი პროცესები მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში. საკუთარ ბაზაზე ერთი დავამთავრებდი, საკუთარ ბაზაზე გათვლილი ეს გზავნილები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნამდვილად გააჟღერა მან და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დიდი თემა არის ვოუკიზმის დამთავრება შეერთებულ შტატებში. მან ესე ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ეს არის მდედრი და მამრი, სხვა სქესი არ არსებობს და რომ შეერთებულ შტატებში ყველა ფორმით ვოუკიზმის გამოხატულება უნდა დამთავრდეს და უკან აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს. რას გულისხმობს ეს უკან აღარ უნდა დაბრუნდეს, არ ვიცით რა თქმა უნდა, თუმცა ნუ ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ის რა დაპირებებსაც იძლეოდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამ დაპირებებს ასრულებს. კი ბატონო, ია, იქედან გამომდინარე ბოლო კითხვა ჩემი ასეთი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ეს იყო საუბრის რაღაც თითქმის ბოლო ნაწილში მისი გამოსვლის, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ეს თემა შეიძლება დანარჩენი მსოფლიოსთვის აქტუალურია, ჩვენს კონტინენტზე, ევროპისთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რუსეთისთვის, მაგრამ ამერიკული აუდიტორიისთვის, მისი აუდიტორიისთვის პრიორიტეტების, ეს თქვათ, მთავარ ჩამონათვალში ან სამეულში არ არის მაგალითად. ესე ვერ დავალაგებდი მით უმეტეს ამ გამოსვლის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ დასაწყისში ისაუბრა, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე თუ საკუთარ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგა და ეს არ იყო მხოლოდ უკრაინა, რაზეც ბოლოში ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე ბოლოს. ასე რომ პრიორიტეტების თვალსაზრისით, თვითონ ის ფაქტი, რომ ამ გამოსვლის დროს საუბარი იყო პრიორიტეტზე, მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტული თემა. პრიორიტეტულია ქვეყნის შიგნითაც და ეს უკავშირდება ტრამპის დაპირებას, რომელიც და ვადას, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე დაუწესა. მოგეხსენებათ დასაწყისში ის ამბობდა, რომ უკრაინაში ომს ერთ დღეში დაამთავრებდა, შემდეგ ეს ერთი დღე შეიცვალა 100 დღით და აი 100 დღის ფარგლებში ვფიქრობ, ამიტომაც ხედავთ ასეთ ძეწოლას უკრაინაზე, არ ვიცით რუსეთზე რა ფორმით მიმდინარეობს ზეწოლა თუ მიმდინარეობს თუ არა ზეწოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ამ პირველი 3 თვის განმავლობაში მას უნდა რომ ეს პრიორიტეტული თემა იყოს. არის შეფასებები, რომ ის ცდილობს, რომ არა მხოლოდ შეასრულოს ის, რასაც სამომრჩეველს დაპირდა, არამედ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს საკუთარი ამ მართლობის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც რაც უფრო ახლოს დაუკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას და ჩინეთთან ურთიერთობას.
ნუ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დაველოდოთ ამ ხრივ ამერიკული პოლიტიკა და ტრამპის მოსვლამ რაღაცნაირად დრო ააჩქარა და რაღაც სანახაობას დაემსგავსა ეს ყველაფერი, რომელშიც ყველანი ვარ ჩართული რაღაც მძაფ სიუჟეტიან დრამას ვუყურებთ და რეალიტი შოუ. კი ბატონო, ია, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ერთს დავამატებ, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ეს იმ კონტექსტში თუ რატომ ცდილობს ასე სწრაფად ტრამპი ამის გაკეთებას თვითონ რესპუბლიკური გამოცემები, კონსერვატიული გამოცემები, მათ შორის Wall Street Journal მაგალითად, რომელიც უფრო მეტად რესპუბლიკელების მხარეს იხრება, ამბობს რომ ტრამპს შესაძლოა დაზუსტებით არ ვიცით ეს ცხადია, მაგრამ შესაძლოა მას უნდოდეს რუსეთსა და ჩინეთს შორის რაღაცა განხეთქილების ჩაგდება უკრაინის უკრაინაში მშვიდობის დამყარების გამოყენებით რაღაცა ფორმით რუსეთისა და ჩინეთის დაშორება. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი თემაა და ძალიან შორი თემაა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ სავარაუდოდ ეს რაღაცა უფრო დიდი კავშირდება, ვიდრე მხოლოდ უკრაინაში მიმდინარეობს. დიდი მადლობა, ია, დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად ასევე სხვა დროსაც ვილაპარაკებთ უფრო ფართოდ